დასრულდება პრაქტიკულად 1 წელიწადი თებერვალში, რაც ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ ამ პროექტზე. თუ პირველ ნაწილზე შარშან-თებერვლიდან დაწყებული იყო მოლაპარაკებები კონკრეტული მედიკამენტის სოფოსბუვერის ანუ სოვალდის ფასდაკლებით შემოტანაზე, შემდგომ მოლაპარაკების შემდგომ სტადიაზე ეს პროექტი გადაიზარდა უკვე ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში, ანუ დაავადების მინიმუმამდე ჩამოყვანის პროექტში. ძირითადი მოლაპარაკებები იყო შარშან შემოდგომაზე კონკრეტული ერთი მედიკამენტის, იგივე სოფოსბუვერის შემოტანაზე და დღევანდელი მონაცემების შემდეგია მე უფრო კონკრეტიკა შემეძლება მოგაწოდოთ, თუმცა არა საბოლოო. დღევანდელი მოცემულობა არის ესეთი, რომ კონტრაქტზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შედგება ახლა აპრილში. მოცემულობად მონაწილე მხარეები ამ კონტრაქტის იქნება საქართველოს მთავრობა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კომპანია გილეადი. პროექტის მიზანი იქნება ის, რასაც მოგახსენებდით, ყველა ვისაც კი მკურნალობა ჭირდება, მიიღებს ამ მკურნალობას და მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ახალი შემთხვევების აღმოცენება, ანუ ეფექტური პრევენცია. თვითონ მედიკამენტების სახეობას ეს ფარმბაზარი ზოგადად დინამიურია, მაგრამ განსაკუთრებით ამ ტიპის მედიკამენტების შესაბამისად, მიხარია რომ გითხრათ, რომ მოგვეცა კიდე დამატებით ახალი შესაძლებლობა, დასაწყისში ეს იქნება სოფოსბუვირი, იგივე პრეპარატი, თუმცა შემდგომ სტადიაზე ეს იქნება უკვე ახალი თაობის კომბინირებული პრეპარატი, რომელშიც შედის როგორც სოფოსბუვირი, ასევე მეორე ანტივირუსული პრეპარატიც, ლედიპასვირი და ამ კომბინირებულ პრეპარატს ქვია ჰარვონი. ესე იგი, დავიწყებთ სოფოსბუვირით, როგორც იყო და შემდგომ ეტაპზე უკვე ბევრად გაუმჯობესებულ სრულიად ახალი თაობის მედიკამენტის მიწოდება შეგვეძლება მოსახლეობისთვის. იქნება რაღაც სელექცია, პირველ რიგში ვინ უნდა მიიღოს ეს მკურნალობა, თორე საბოლოო ჯამში ყველა მიიღებს. ერთადერთი კრიტერიუმი იქნება კლინიკური მდგომარეობა, ანუ ვინც ყველაზე უფრო მეტად არის უფრო მძიმე პაციენტები მიიღებენ პირველ რიგში და არანაირი სხვა ლოგიკა აქ არ მოიაზრება მით უმეტეს რიგში ჩაწყობა ან წინ წაწევა გადანაცვლება ამ რიგში. რატომ უსვამ ამას ხაზს, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ექიმი, ასე ვთქვათ, აკეთებს იმას, რომ უკვე შედგენილი აქვს წინასწარ სიები პაციენტების, პირდება ამ პაციენტებს არ ვიცი რა мотиваციის გამო რომ წინ წაწევს ამ რიგში და შემდეგ არანაირი ოფიციალური რიგი ამისი არ არსებობს. დააყენებს საკითხს, რომ ეგ რაღაც სიები არის ჩაწყობილი, გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის და მათ ვინც დაბნეულობაში შეყავს პაციენტები, საწყის ეტაპზე კოლეგიალურ პასუხს მოუთხოთ და მერე გამოჩნდება დანარჩენი. ამასთანავე კავშირში არის, როგორც მოგახსენეთ, დაავადების პრევენციის კომპონენტი. რატომ ვანიჭებთ ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას პრევენციას? იმიტომ რომ ამის გათვალისწინების გარეშე უბრალოდ აზრი არ ექნება პროექტს, რაც არ უნდა ბევრ ადამიანს უმკურნალოთ, თუ ახალი შემთხვევების აღმოცენება არ დავიყვანოთ მინიმუმამდე, უბრალოდ იგივე შედეგი დაგვიდგება გარკვეული პერიოდის მერე. ჩავატარეთ მონიტორინგი სტომატოლოგიურ კაბინეტებში. შედეგები რთული სათქმელია, კარგია თუ ცუდია, იმიტომ რომ შედარების საშუალება არ აქვს. უბრალოდ არ ვიცით და არავინ არ იცის რა ხდებოდა დაუშვათ ამ მონიტორინგამდე. იგივე შარშან წინ 5 წლის წინ და 10 წლის და ასე შემდეგ. მე მოკლე მონაცემებს მოგახსენებთ ამ მონიტორინგის შესახებ. სულ შემოწდა ესე იგი, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 5 დაწესებულება საერთოდ გაუქმდა, 3 გადასულია სხვა მისამართზე. 4 შემთხვევაში არასამედიცინო დაწესებულება მუშაობდა, როგორც სტომატოლოგიური კაბინეტი. 14-მა შეწყვიტა საქმიანობა, იმიტომ რომ ლიცენზია ჩამოართვა საქმიანობისათვის და 4 დაწესებულება იყო, რომელიც მუშამდგომარეობაში იყო და ჩატარდა მონიტორინგი. მთლიანად 500-ზე მეტი დაწესებულება შევამოწმეთ და მოკლე მონაცემები ეს გვაქვს. განმეორებით გადამოსდა 500-დან 52 დაწესებულება, სადაც ყველაზე გამოკვეთილი პრობლემა იყო და ეწევა რაც მოგახსენეთ, ეს შედეგი გვაქვს. რისი თქმა
მინდა ამისი, რომ ეს არ ყოფილა ფორმალური მონიტორინგი, თუმცა ამავე დროს არ ყოფილა სადამსჯელო ოპერაცია. იქ სადაც ნახეთ, რომ უბრალოდ შეუსაბამო იყო და რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა პაციენტისთვის, ეს დაწესებულებები უკვე დაიხურა პირველი მონიტორინგის დროს და 24 იყო ასეთი დაწესებულება. განმეორებით 52-ში სადაც ჩავატარეთ, აი ეს მონაცემები გვაქვს, რაც მოგახსენეთ. ეს